ბინეს ქირა 800 ლარიდან იწყება, მაგრამ სტუდენტისთვის, რომლის სტიპენდია საშუალოდ 200 ლარს შეადგენს, ბინეს ქირის გადახდა ნამდვილ გამოწვევად რჩება. დღეს გაგაცნობთ იმ რეალობას, რომელიც ბევრ სტუდენტს უკვე შეეხო. დამოუკიდებლობის სურვილი და ბინების გადაუჭრელი პრობლემა. 2024 წლის დეკემბერში ქირის საშუალო ფასი 11.1 დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის იანვარში გასაქირავებელი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 10.7 დოლარი შეადგინა და ეს ფასი წლიურად 12%-ით არის შემცირებული, სტუდენტისთვის მაინც დიდ გამოწვევად რჩება ბინის ქირის გადახდა. სტუდენტების შემოსავლის ძირითადი წყარო ხშირად ან მცირე სტიპენდია, ან დავალანაზღაურებად სამსახურებზე ნახევარი განაკვეთით მუშაობაა. სტუდენტები საქართველოში ძირითადად მუშაობენ მოლარეებად ან კონსულტანტებად, უწევთ ძალიან მძიმე ფიზიკური დატვირთვა და შესაბამისად ისეთი დაღლილები არიან, რომ ვეღარ ახერხებენ ფიზიკურად სწავლას. ხშირ შემთხვევაში სამუშაო საათებისა და სასწავლო გრაფიკის ერთმანეთთან შეთავსება ძალიან რთულია. ამის გამო ბევრი აცდენს ლექციებს, ვერ ასრულებს დავალებებს და ვეღარ ახერხებს სწავლის სრულყოფილად გაგრძელებას. ჩემს სამეგობროშიც ყოფილ ადამიანები, ვისაც მიუტოვებიათ სწავლა იმის გამო, რომ ბინის ქირის გადასახდელად უწევდათ თვალის ღამების გათენება და სწავლასთან შეთავსება მუშაობის, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს, როცა თბილისში ერთოთახიანი ბინის ქირა 800-დან 1000 ლარამდე მერყეობს, სტუდენტებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ან ნორმალური ბინის ძიებაზე უარესქმა და რთულ პირობებში შესახლება, ან რამდენიმე მეგობართან ერთად პირის გაზიარება, რაც სრულ თავისუფლებასა და პირად სივრცეს უზღუდავთ. ბინის ძიების პროცესში მომიწია ისეთი ბინების ნახვა, რომლის გადასახადიც იყო დაბალი, თუმცა პირობები იყო ძალიან ცუდი. საქართველოში სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა. უმაღლეს სასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს თანამედროვე და უსაფრთხო საერთო საცხოვრებელი. ან ადგილი ყოველთვის საკმარისი არ არის. მაგალითად, ესეუ საერთო საცხოვრებელი ლისტზე 300 სტუდენტს იტევს, ხოლო აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა რაოდენობა დაახლოებით 25000 შეადგენს. ვიძულებული ვარ მე აქ ვიცხოვრა, რომ თან ვისწავლო. საერთო საცხოვრებლების დიდი ნაწილი ძველი და მოუწესრიგებელია და თანაც ხშირად მოშორებულია უნივერსიტეტებიდან. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტებისთვის პრაქტიკულად არ არსებობს ხელმისაწვდომი და მათზე მორგებული საცხოვრებლის არჩევანი. ამიტომ სტუდენტები იძულებულები არიან იაფი ბინები მოიძიონ შორეულ უბნებში ან სხვებთან ერთად იქირაონ. საქართველოს უნივერსიტეტში საერთო საცხოვრებლები არ არსებობს. მე პირადად ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ მომეძებნა ბინა, რომელიც არ იქნებოდა ისეთი ძვირი, რომ გადახდა შემძლებოდა. ბინის ქირაობისა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა მეპატრონეებთან ურთიერთობაა. ისინი არ აფორმებენ კონტრაქტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ფასი მოამატონ ან სთხოვონ ბინის დაცლა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ზოგჯერ წინასწარ ითხოვენ 2 ან 3 თვის გადასახადს, რაც სტუდენტისთვის დიდი ფინანსური ტვირთია. საქართველოში სტუდენტობა ძალიან ბევრ პრობლემასთან ასოცირდება.